გეგა ხმას ჩაუწიე. დილა მშვიდობის ძვირფასება როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? მაღაზიაში ვიყავი წასული. 12 საათი შესრულდა ეხლა 5 წუთია პირველის და აი ეს მოვიტანე. მოკლედ სელი სამფეთქი ვიყიდე, მოუკლავ ამ გოგოს. ღმერთო, დაიცა ეკვანს ამას გაჩნევ და მივწერ. გეგას რო უყვარს მაგიტო ვიყიდე. გეგა დავტოვე რომ ჩაისვამ და ისე და აქეთ გადავდოთ. ორი პასტა, სულ პასტები მიჭირს, წარმოგიდგენიათ ესეთი რამე, სულ, იმიტომ რომ ადა უფუჭებს გოდეს. ეს თითო ადას და გოდეს მოუტანე, გეგა მიირთმევს ჩაის წვეთები გარი. მოკლედ, აქ მაქვს ხერხილი, სკარეცხილი. აქ მაქვს მაწონი, მუხას მაწონი უყვარს. ეს ბავშვებს უყვართ და ეს მოვიტანე. სულგუნი მოვიტანე ძირფასი 39 ნახევრისაა, მაგრამ ისეთია მაგარია, ანუ გოდეს რო უყვარს ისეთი, ამიტომ მიყიდე. ეს ერთი პური მოვიტანე, ტყუპები. მე მუხა მოიტანს ქალაქიდან, ეს პური ჩემთან არ არის, არ უყვარს და გოდე მითხრა დიდიკო გუშინო ის ნახეო მაღაზიაში პორტოხალიო და დღეს მოვიტანე 2 ცალი ეყოფათ. აი ეს სულ ეს იყო ძვირფასება 74 ლარის. აუ იმ კონტეინერში ყველი მაქვს. კარგი. ასე უფრო ინახებაო, ცელოფანშიო. არა, მე რაც არ მიყვარს იმას რატო აკეთებდე? სხვირთან თითი. უზრდელობა, დედიკო. არ შეიძლება. შევაში რო არ გადაგივიდეს თორე. ოი შენი დედავატირე, და რამე იყოს აქ. საჭმელი. ადგილი რო არ არის. მწვანილები, სულ მწვანილებითაა გადაჭედილი, ან ცოლი, ან მწვანილი. კვერცხი, წყლები, იმიტომ რომ წყალი რო წავიდეს, წყლების სავსე მაქვს 6 ბოთლი ლიტრანახევრიანები მიდევს. ცოლი მიდევს, მწვანილები ქვეყნის. კვერცხი 3 პაჭკა. 4 ხომ მოიტანა, 1 წუხელ შევწვის სულ ყველა. შენი სამფეთქი არ მქონდა და არა. ეს ერთი გოდეს გეგა არის ხოს ჩიფსებს მიატოვა. აი მიწერ ერთი წუთი თორე სერცხვილია მწერს გოგო და საცემია, მაგრამ საცემი ერთი წამი. კარგი მიწერე ახლა და ის რა ქვია. ამას შევინახავ. ამას ჩავაგდებ. პასტელს შევუნახავ გოდეს. არ დაყაროთ, აი. ჭამას რომ მორჩები დედიკო, ის ნაგავში ჩააგდე. მოკლედ ეს ისე მწყურია, ხალხო ისე მწყურია.
და ისე გასახეთქია მაგას შემეცინდა. ნახეთ, წყალიც წავიდა ამასობაში, ნელა მოდის. მაგი არ მიჩვენებია დამთავრდა. გუშინ წინ ხამე გავაკეთე სალათი. კომპოსტო დაისრო ვიყიდე. ჩემი დარჩა. ანუ შუაზე გავყავით. მე და მუხა გავიყავით. მუხას მაიონეზი თუ ყავს, იცით მე მაიონეზი არ მიყვარს და აი, ესეთი ცოტა დამრჩა. მე მაიონეზით არ მიყვარს. ასე რომ ზეთი არ მიქნია, იმიტომ რომ ზეთიანიც არ მიყვარს. კვერცხთან მომეწონა. შენ წარკვეცთან აქ იყოს. მე იმას ვიზამ. შეჭა. ეხა. ახაც დავაკეთებ ბრინჯი. კოდეს უყვარსა? აი, რაჯანდა ბაკტის. უცებ მაღაზიაზე თუ გადავიყვან. გაზ, მაშინ იცის ეგრე. ეს ვიყიდე მაშინ ხო გაჩვენე. ამაზე იაფიანი ბრინჯი იქ არ იყო. ხო და ეს მაგიხარი 230 მე მგონი. და აქ 5 ლარად არ ვიცი 4 ლარად ყიდულობ, რომელიც ისე ჩაიხარშება, რომ ბავშვებს საჭმელად არ ცუნდათ. და ასაღებს მუხრანი, სხვა რა გზაა. ან მუხრანი ასაღებ და ან მე. და მე კი მეტყობა. ხო და ეს ძალიან კარგია, ანუ ნახეთ, არ ვიძახი საუკეთესოა და არც არის. მაგრამ იმ აქ რო ვყიდულობ 4 ლარიანს, არ ვიცი 4 ლარიანს. რომ მოვარ ხოლმე გაჩვენებთ. თეთრი ბრინჯი რო არის, იმას აი ბევრად ჯობია. ძალიან კაია ეს, ბევრად უკეთესია. არ იხარშება ზედმეტად და არც არაფერი. ცეკვა გვაქვს ეს, ხოდე გავუშვიმე სკოლაში. კოდეს კლასელი მეუბნება. მიტამ გაგუშინ და ახოლებსო და როგორ გაუშვებო სკოლაში თათია, რა ვქნა მეთქი კაცო. 2 დღე იქეთ გავაცდენე, 1 კვირა ხო გავაცდენინე, წამებს ვასმევდა აბა.
აი, ხველების გამო როგორ გააცდენიო? რამდენმა მითხრა? აბა რა ვქნა? მე ვირუსი მეგონა, ვირუსი არ არის უბრალოდ გაცილებული არისო და ამიტომ თან უკვე დაზველებულია ეგ. ეხა იმ წამლებს რო ვასმე. იმდენად არ ახველებს ახლა, საერთოდ არ ახველებს, მეთქი ტყუილია, იმიტომ რომ გუშინ არ წოიყვნენ, ისედაც ეცნოდათ ვინც იყვნენ იმათ, გოდეს ხველება და ხედავდნენ კიდე. მაგრამ ხველების გამო გაცენა კი არა ბოდიში და აი ასე საცოდაობები გამოსდიოდათ და ეგეთები დადიოდნენ ჩემს დროსაც. მაგრამ რა ვიცი, არ მახსოვს. სეზონში მახსოვს მხოლოდ ერთი გაციება. სეზონში გეუბნები და თლიან წელიწადში მახსოვს ერთხელ ზამთარში მხოლოდ ერთხელ გაციება. ეხა ბატონები სულ სხვა რო გესტუმრება და რაღაც. ბატონები კი მე ზაფხულში მქონდა მაგალითად. რამდენი დღე ვიწექი აღარც მახსოვს. ლოგინიდან არც მაყენებდნენ და ეხა ჩვენი შვილები ბატონები რო ყავთ, დაწვევიან კი არა. რას დაგიწვევიან? სიცხე რო აქვს, მაშინ არ წვევიან და ჩვენ რა ვიცი, კანონი იყო რომ უნდა დავწოლილიყავით. აბადამდგარიყავი, კაი დედიშვილი იყავი მერე. რა იყო მაშინ მართლა მაგი? ხართვინე ჩემი ასაკის აქ. ან გინდა უფროსიც იყოს თქვენს დროს. თქვენთვის არ იყო ეგრე, თუ მარტო ჩვენთვის იყო ეგ. მეგრელებისთვის ეკეთ ჩვენგენ. მოგესა. ეს ასე, კვერცხი მინდა, მაგრამ იმ ტაფაზე პატარა ნაჭერი კვერცხი დევს და დედა როგორ აკუჭებენ ყველას. ყავა არ დაულებია თათულის. მოიცოდეთ. აქ მაქვს ცხელი წყალი ადუღებული. ხო და ამაში ამას ყველაფერს რო ჩავამატებ. აუ ეს გასარეცხი მაქვს. გავრეცხავ, არ მიყვარს ის რო იორთქლება, მერე იქ ემჩნევა ძალიან შაქრის. ეს ახლა იმდენად არ არის გაორთქლილი. რამეც ისე ხო იცით? აი ზოგჯერ რამეს რო ვაკეთებ პირდაპირ ამით მივალ და რო გადმოვბრუნებ შიგნით რო ორთქლი მოხდება, მაშინ ხდება ეგრე. ყავა საყიდელი მქონია. აკო არ გამახსენდა, მაგრამ ახლა მოვიტანე. მაგრამ ალექიანზე გადავედი და რაღაც ხსნადი ყავა არ მინდა საერთოდ. მეტი არ მაგნებოდი შაქრის ხუთი. არა.
აქ მიფენია ხალიჩა. იმდენად თხელი ხალიჩა არის, რომ ფეხებში მედება. მოკლედ გუშინ მქონდა დედაჩემს ბანკეტი თუ რა ვიცი სკოლის დამთავრების რამოდენიმე წლისთავი. ხოდა ისეთი კარგები იყვნენ რესტორანმა დადო იმათი ვიდეო, თურმე ესე ქონიათ. ზუგდიდში ყოფილა ეგეთი რესტორანი პროწეული და ალბათ თავიანთი გადამღები ყავდათ, იმიტომ რომ თავიანთ გვერდზე დედოთ ეს რა ქვია ვიდეო და დედიკო არ ვნახე, აღვიცანი. გავასიარე მეც. გავდე. პირველად ანა მარიამ ნახა თურმე და მერე ჩამიგდო და გამიკვირდა რა არის რა ჩამიგდო ამ ბავშვმა რა რესტორანი მეთქი და რო შევედი ვიდეო რო გაიხსნა დედი იყო აგერ. დედაჩემი არის მორცხვი. ხო და ანუ არ ვიცი ჩვენ მე მგონი არც ერთი არ ვგევართ. აი ესეთი სიმორცხვით. მით უმეტეს ეხა კლასელებთან არ ვიცი. რა არის დე? რა მორჩი მოიტანე და ნაგავში ჩააგდე. ადუხდა ჩემი ყა. არც ერთი არ გევართ მე მგონი. თავიდან კი როგორ არა ვიყავი მე ძალიან მორცხვი და გუშინ კი მოგიყევით მაგი, მაგრამ ეხა არ დედიკო რო არის ეგეთი მორცხვი არ. იატაკები მაქვს მოსაწმენდი. და გეკა. მოდით. რა. ეს არის პორტოხალი. ეს შენ არ დაჯექი? ის ადას. უნდა ჭამოთორე მამა გაბრაზება. არსად არ წაგიყვან. მიდი. გეგა. შედგინდა? მაშინ არსად არ დააწუწო და ისე შეჭამე. მარტო ესე გავაკეთებ. ხო, პირით თებშთან. ადა, გინდა პორტოხალი? ჭამ. აი, გეგა შეჭამს იმასაც. გეგა რო შემოვარ ნაჭამი გქონდეს. ой, მუხამედეკას. ხო და მოკლედ ძვირფასებო დღეს იყო. დღეს დამერიცხა ხელფასი და მე გაჩვენებთ მე თქვენ მე ხო იცით რომ თუ ვამბობ მინდა რომ თან საბუთებიც დავდო ისე არ მიყვარს საუბარი მარტო საუბარი არ მიყვარს ხო და კიდე დარჩა ესე იგი ორი თვის დამერიცხა მე ეხა ავიღე იმიტომ რომ ვერ გადავლახე ხვარი ანუ ეხა უკვე მეოთხე თვეა მე მგონი რომ ესე ორ თვეში ერთხელ ვიღებ მაგრამ ახარა თვეც მოდის ნახე თებერვალი მარტი ორივე ერთად ესეც ესე მგონია შეიძლება გადავლახო შეიძლება არა მოკლედ ზუსტად არ ვიცი ეგეც იმიტომ რომ ეხა მაქვს ზუსტად 30 евро გონი ან 30 ან 32 იქნება მეტი არ იქნება იმდენად აღარ მაინტერესებს უკვე ის იქ მართლა აი მეტი რომ ირიცხებოდა და ყოველთვის ვცდილობდი გადასვლას ხო ეხლაც განა არ ვცდილობ და არ ვდებ ვიდეოებს მაგრამ თანხა მაინც არ არის
ესე იგი, რაღაც არის შეცვლილი და რა არ ვიცი. მაგრამ ნახეთ, ეხა კიდე რა მოხდა? დღეს დამერიცხა თანხა 85 ევრო დამერიცხა ხელფასი, ანუ YouTube-დან შემოსავალი და წარმოიდგინეთ, რა გინდა შვილო? წარმოიდგინეთ ძვირფასებო. დედა, რკინა ჩამტოვე. შენი დედა ვატირე. ესე იგი, ერთი თვის მქონდა 43, ანუ წინათის, იანვრის. და დეკემბრის მქონდა 60. მოკლედ, 62 თუ რაღაც. ჯამში გაჩვენეთ მაგიმე თქვენ თუ გახსოვთ. ხელფასებზე გაჩვენეთ. ესე იგი. ჯამში იყო 105 ევრო. აქედან ველოდი რომ მხოლოდ 5 ევროს ჩამოაჭრიდა. იმიტომ რომ ყოველთვის ესე იყო 3-5 მეტი არასდროს არ ჩამოუჭრია, როცა მერიცხებოდა. დღეს 105 ევროდან ჩამერიცხა 85 ევრო. წარმოიდგინეთ. აი, ამდენი რატომ უბრალოდ ვერ გავიგე? ამდენი რატომ დამაკლდა? რისია? ვერაფერი ვერ გავიგე. თან აი ისეთი მაინც იყოს ეგრე ვიღაცას მისწერ და გაიგებ, ხო? პასუხი რო გაინტერესებს, მაგრამ ისეთი არაფერი არ არის, რომ ვიღაცას მისწერო და გაიგო შენ თუ ეს ყველაფერი რისი ჩამომეჭრა. არ ვიცი სხვებთან თუ იციან ვინმეზე არის მისაწერი და პასუხს მიიღებენ თუ არა, მაგრამ მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში და 85 ევრო დამერიცხა, რომელიც გამოვიდა პირდაპირ ანგარიშიდან, ჩემს ანგარიშზე ვრიცხავ ძლივს ვისწავლე, ეგეც მუხანი მასწავლა. 251 ლარი გამოვიდა. ეს ახლა არ ვიცი აწი კიდე ვინმე იტყვის, რომ აქ ვინმე ხელფასის გამო არის ხალხო. იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა. თავიდან მაქვს მე ბევრჯერაც ნათქვამი, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ამან ისეთი მიჩვევა იცის. რომ აი სულ გინდა გადაიღო, სულ გინდა რაღაცა დადო. მე მაგალითად ხასიათი როგორ მიფუჭდება, ვერ ხედავთ და ვერ წარმოიდგენთ, არავინ არ იცის მუხას და ჩემი ოჯახის წევრების გარდა თუ ვიდეოს გადაღება მინდა და ვერ ვახერხებ, ისეთი ცუდი ხასიათი მაქვს მე. სამივე შვილების სიცოცხლე დამიფიცება, რომ ესეა. ძალიან იცის ხალხო შეჩვევა, რომ დაიწყებ, აი მართლა ნარკოტიკივით არის. ვისთვის როგორ შეიძლება ეგეც იყოს? იმიტომ რომ შეჩვევაც იცის და მე გიყვარს რა თქმა უნდა შენი საქმე. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა რაღაცას აკეთებ და გიფასდება, ფასში უგულისხმობ ფასს, მაგას არაფერი არ ჯობი. მე რა გინდა ესეთი იყოს ცოტა, მაინც კაი. მოკლედ. პირველს უკლია. მანამ ის მზად იქნება, გოდეს მოსვლამდე რა არის ხა ჭამა ალბათ. რა არის? გადააჭამე. ახლა უყურეთ, მას დავამატებ ამ პატარა კუსოქს ნაგლეჯს. მე შევჭამე და ამას გოდეს შეუნახავ და გოდე მიირთმევს მაგას სულ. იმდენად უყვარს. ესეც გოდესია, აქ რომ იდევს ერთი ცალი. მოკლედ ეს მინდოდა ციფასიფო მეთქვა. გუშინ აიღო მუხამ, რო გითხარით ვიდეოში რო ვთქვი. ჩემმა უსაყვარლესმა ქალბატონმა საჩუქარი გამიკეთა დაბადების დღისთვის და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანის. აი, მართლა აღარ ვიცი მადლობები როგორ გადავიხადო. სამივე შვილების სიცოცხლეს ფიცავარ. აი, ადამიანი
როგორ გითხრათ? ვიცით ხო, არავინ რო არ არის არავისთან არაფერში ვალდებული. მე როგორც მიუგნებიან ამას მიწერენ, იქიდან გამომდინარე ვიძახით, რომ მე ყოველთვის ჩემი შვილებისადმი და მშობლებისადმი ვგრძნობ ვალდებულებებს. ვისთვის როგორ ახლა გააჩნია. და წარმოიდგინეთ ახლობელი, რა ვიცი, ვინც გინდა იყოს. აი როგორ გითხრათ, არავისგან არ მახსოვს, ვისაც როგორც უნდა ესე გაიგოს, არავისგან არ მახსოვს საერთოდ ცხოვრებაში ამდენი სიკეთე, ჩემთვის არავის არ გაუკეთებია. სამივე შვილების სიცოცხლე დამემფიცება და აღარ ვიცი ამ ადამიანს და საერთოდ ვინ სიკეთეს მიკეთებს თან აქედან გამომდინარე, აქედან რო გაგვიცნეს და აქედან გამომდინარე, რომ ადამიანები სიკეთეს მიკეთებენ, აღარ ვიცი მადლობები როგორ გადავიხადო. მარტო ლაპარაკი არ მინდა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობელი ვარ. უხმესი მადლობა. კიდევ და კიდევ. ისეთი ცხოვრება. მოკლედ, კარგი, გავჩერდე ჯობია. იმიტომ რომ არ მინდა ისეთი რამე ვთქვა, რომ ისეთებიც მიყურებენ. მოკლედ, არ მინდა ისეთი რამე ვთქვა, რომ იმათაც ეწყინოთ, ასე რომ ჯობია რომ ესე ვიყო კუჩუნდე ჩემთვის. რაც ვიცი ვიცოდი. დღეში ვიხებავთ მებს. არ დამივარცხნია არაფერი. გოდიკაუში სკოლაში და გიგა ელიკო მომიჭექი და დავწექი. სინამდვილეში სიმართლე რო გითხრათ, დღეს არ ვაპირებდი და მივეჩვევი მეთქი ესე რომ მე არ დავიძინო თქო. და მეც ჩამეძინა მართლა რა. გიჭი, გაიხეხა? გაიხეხა, ან ჩუსტები ჩაიცვი. Guy. I need to brush my teeth. იცის თავისით, ისე კარგად გაიხეხავს რა. Brush my teeth. სანადულად ისწავლა ადამაც, გეგამაც. I need to brush my teeth. You can brush your teeth. მაგარია პორტოხალი ყავს. შავე მინდა რაღაცა. იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მე ლობიოს რო გავაკეთებ, ხომი უნდა გავაკეთო და მე ბევრს ვჭამ. ამიტომ არ ვაკეთებ. Hey, Mama. Eda. Morning. Aya. Hey. შენ მარა იმის თავი მოხსნე უნდა ჯერ. ადარაში მოუჭირე. ზო. ოჩა. ჩოტკი დარეცხე მე, კარგი? დაიცადე დიკო? მოდი ამაზე დადექი. ამაზე დადექი. და მიწდები. ესე ცივი მოზიდე. ხოჯა დედასი. დედას ხოჯა მიეჩვია, იმდენად უყვარს. იმდენად უყვარს, ხო იკბილის გახეხვა. რამდენი დღე არაც ვუყიდე, აღარ მახსოვს. რამდენი დღეა? მე ანიკო დეიდას უნდა შევუთანხმდე, რომ რძე მომყიდოს მეც. თუ მორჩება ვინმეს. რძე მინდა რომ მეც ვიყიდო. მალაკო არა? ეს რასე ყოფა? კაი, მოხას ვეტყვი მე რომ ჯიბედან მოიტანოს, თორე აქ ერთის ფასად ორს იყიდის იქ. ეს მაქვს მარტო. იყოფა შაქარს დავამატებ და რაც არის ეგ არის რა ვუყვა.
რატომ მახსოვდა, არ ვიცი რომ მქონდა. სკამი დავუდგი პატარა. იმაზე დადგეს და თავისუფლად ვერ გაიხეხოს. ეგ ხა მეშინია შენ გააწყდეს. ორი აქედან ჩავასხამდი წყალს. დაიცად. ქეიდნის ხომ მაქვს. ცხელი ესეც. ჩაი აუდუღე ამაც და მერე აქ დავიწყე და ხო დედი? დედიკო ჩოთქი გარეცხე, თავსახური გაუკეთე და იქ დადე. კი, ყოჩახ დედი. თავი გაუკეთე. კაი, ეხლა შაქარი დავამატოთ. ისე, ავაყირავთ. ვიმარილიც უნდა გაუკეთო ამას თორე. კაი, მოვალ შეგხედავ დედი. ერთი წამი შევხედო და იმ მარილს მირეც დავახან. აჩინე? დიდა თეთრია, ხოიცა. კაი, არა უშავს. ხელი ხო არ დაისვერდა? ან საცმელი? აჩინე? რა არის ველი? არა უშავს დედიკო თმა, იმიტომ რომ კიკინები არ გვაქვს, მაინც ეხა დასავარცხნი გვაქვს და გასაკეთებელი, რომ ცეკვაზე უნდა წაგიყვანო შენ, სახლში მარტო ხო არ დავტოვებ. წვიმს. მაინც და მაინც აი გოდემ რომ უნდა დაიწყოს ცეკვაზე სიარული, ხო? მაინც და მაინც მაშინ უნდა მოუწიოს წვიმები და ყველაფერი. ჯანდაბა. ამას ვუფრთხილდები უფრო გოდეს, რომ აი ესე ძალიან ოხლიანობს და მაგიტო. რა გინდა როგორ მოუფრთხილდები ესეთ ამინდში. რო არიაროს აბა სულ ვერ გააცდენს. დღეს არის 23 რიცხვი. კონიაკი ნაყიდი გვაქვს, მარტო ტორტის ფული მაქვს, მისაცემი და სო. ეხლა აქედან 300 ლარი ხო მქონდა მე გათვლილი 250 რო დამერიცხა. იქედან უნდა დავამატო. ორასი გადადებული მქონდა. მაგისთვის. კიდევ კაი. ნახოთ აბა როგორ ჩაიგლის, როგორი დღე გამოგვივა. ჩემი ძალი იმ დღეს ჩამოვა მე მგონი. ჩემი ძმა აქედან რო წავა. ალბათ ზუსტად იმ დროისთვის ჩამოვლენ ისინი. მეტი არ ვიცი, იმიტომ რომ მანქანით ჩემ ძმას უთქვია რომ მოვალ და წამოგიყვანოდა. რა ვიცი, არ ვიცი, მანქანით ურჩევნიათ ალბათ, თორე მარშრუტით რო წამოვა, პირველის მერე აქ იქნება, ან პირველზე მაინც. პირველის ნახევარზე მოდის აქ მარშრუტკა, ჩვენ რო დავყვებით ხოლმე ჯგალიდან. აი ეს. მაგრამ რა შევსვე არ ვიცი, მოვატყუებთ რო გითხრათ.
იმიტომ რომ მომატებული რო ვარ, არ ვიცი რას მოვიხდენ და რას ჩავიძმევ. არა მიწონია დღეს ისე კი მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი. გუში 62 ვიყავი, არ დამიკლი არაფერი. არაფერი. როგორ დაიკლებდა? ნახე. ადა რა შვები? სული საფეთი გინდა? კაი. დედასი. ხოჯა დედასი. დედიკო დასამარცხნი გაქვს თმები. ეს ეხა ვიდეო ჩაგასვი დედიკო არ დაისვარო მეთქი ამი წაგიყვან მეთქი თბილია. კაია. აი ყოლე ცოტა დარჩა იქ. კაი, გამოდი გოგო სირცხვილია. მოჩვენო. რა ჩვენოდე? გაბურცგნილი რატო დადიშო? ადა. რატო დადიშო გაბურცგნილი ადა? მეც კი არ დამეაცხნე. თმა. ხო, იმას გიყვებოდით, რომ აქ გოდეს კლასელის დედამ დამირეკა და ის გოდესია. ისო მაგრამ სკოლაში. ფოსტა მოდისო და წარმოვიდგეთ, გონია რომ რაღაცა მოაქვს, მოხაის რაღაც გამოუწერია მეთქი და აი ეს. ხო და ჩემიც შენ გამოვართვიო ქემაინცო და თავის იმ გოგოსიც გამოვართვი და ეს გამოუწერია მოხაი, რა ჭადაბაა, ვერ გაგიხილებს გავს. კაი, წადი დედიკო და მალე მოვალ მეც. მოკლედ ესე, წავედი ახლა დაგემშვიდობებით, ბედნიერს დღეს პოზიტიურს ნაყოფიერს გისურვებთ ყველას. უღრმესი მადლობა, ვინც ხართ ჩემთან, ვინც ლაიქებთ, ვინც იწერთ ჩემს არც, ყველას ძალიან დიდი უღრმესი მადლობა. წავედი. არ ვიცი მოვალ თუ არა, მაგრამ შევეცდები, მოვინდომებ. მაგრამ აი გოდეს სკოლა დაეწყო, ვუის დავამატე კიდე. ორი კალათასავით პატარა, წუხელ მუღამზე ვიყავი და აბდული ჩანს მეთქი და მოდი გავაკეთო თქო და მაგ ვიდეოსაც დავურთავ ისე. ოყურეთ, ახლა ბოლოში დავურთავ. მოკლედ ვატანი ახლა ამათ. გუჩო. ესენიც გავაკეთე წუხე რა ვიცი მუღამში შევედით. ესენი ჩავდებ ახლა აი აქ ამ პარკში და გავატან.